გასული წლის მსგავსად სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება წელსაც პრობლემას წარმოადგენს. ამჯერად მეციტრუსები სადაზღვევო კომპანია არდის წინააღმდეგ გამოდიან. ფერმერები ნოემბერში დაზიანებული მანდარინის მოსავლის ანაზღაურებას ითხოვენ. სადაზღვევო კომპანია მათ პრეტენზიებს არ პასუხობს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი პასუხისმგებლობას იხსნის. თამარ კიკნაძე ამბობთ. მეციტრუსე ფერმერები სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 4 სხვადასხვა სოფლის დაზღვეული მოსახლეობა კომპანიის ოფისთან შეიკრიბა. ამბობენ, რომ 3 ნოემბრის სეტყვის შედეგად დაზიანებული მოსავლის ანაზღაურებას ამ დრომდე ელოდებიან. მათი თქმით, აქ ასეთი 300 ოჯახია. სეტყვის შემდეგ 3 ნოემბერს მოხდა სეტყვა და 30 დღე გავიდა და დღეის მდგომარეობითაც არანაირი რეაგირება არ გაუკეთებიათ. და პირდება, გვთავაზობენ, რომ ის თანხა რაც ჩავრიცხეთ, დაგიბრუნონ ან უკან, ან გაგვიუქმონ პოლისები და არანაირი ზარალის ასახვას, როგორც ასეთი ზარალის ოდენობა არის დაფიქსირებული, არ აპირებენ. ამის შესახებ მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაგრამ დღეს დღეობით რაიმე სახის დახმარება არ მიგვიღია. აქციის მონაწილეთა ცნობით 87,000 ლარი სადაზღვევო კომპანია არც სახელმწიფომ 57,000 ლარი კი თავად გადაუხადეს. თუმცა ნდობა არ გაუმართლდათ და დაზღვევისთვის გადახდილი თანხაც დაკარგეს. გაჭირვებული ხავს რომ მოეჭიდება, ისე მოვეჭიდეთ ამ კომპანიებს და ავიღეთ და დავაზღვიეთ მოსავალი. მით უმეტეს იყო ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩვენ ამას ვიზამთ და იმას ვიზამთ და ჩვენ მოქალაქეების გვერდით დავდგებით და ჩვენ არ დაგაზარალებთ და კი ეჭვები მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ გამართლდა ის ეჭვი, რაც მქონდა ტელევიზიით, მინისტრი გამოდიოდა, სოფლის მეურნეობის მინისტრი და ამბობდა, რომ სუბსიდიები გაგრძელდება კახეთში ყურძენზეო, მაგრამ ციტრუსზე როცა შეეკითხეთ, მაშინ ციტრუსიო ნორმალურად ჩაბარდა ჩვენთანო. წელსო კარგი სეზონი იყო და ნორმალურად ჩაბარდა. ნორმალურს რას უყურებს? შემხედოს თვალებში და თქვას ნორმალური რაც ქვია. გარდა იმისა, რომ აქციის მონაწილეები არდის პოლიტიკით არიან უკმაყოფილონი, ამბობენ, რომ ფერმერები აბუჩა დაიგდეს, როდესაც სეტყვა მოსავალს აზიანებდა, მათგან შესულ ზარებს აგრესიით პასუხობდნენ. კომპანიასთან როცა სეტყვა იყო, გაგანია სეტყვაში ვრეკავდით ტელეფონზე და არავინ არ პასუხობდა. მე დავჯექი მანქანაში და რომ მოვედი აქ, რა თქვენ ყველა რეკავთ და ყველას უნდა გიპასუხოთო? რატო არ უნდა ვაპასუხოს? თვითონმა მოქალაქემ ბოლო თეთრები გაიღო და დაიზღვია თავისი მოსავალი. კომპანია არდის ოფისი სწორედ მაშინ დაკეტეს, როცა ადგილზე გადამღები ჯგუფი და განაწყენებული ფერმერები შეიკრიბნენ. სამუშაო დღის ვადაზე ადრე დასრულების გადაწყვეტილება მენეჯერმა მოახლოებული ახალი წლის ფონზე მოკლე სამუშაო დღით ახსნა. აღნიშნა, რომ კომპეტენტური არ არის და კონკრეტულ კითხვებზე პასუხებისთვის პრეს-სამსახურთან გადაგვამისამართა. თუმცა ისე, რომ გიორგი ესაძემ საკონტაქტო ინფორმაცია არ მოგვაწოდა, ზარებს არც ცხელ ხაზზე უპასუხეს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ძღვეველსა და დაზღვეულებს შორის არსებული პრობლემების შესახებ ინფორმირებული არიან და მხარეებს რეკომენდაციებიც მისცეს. თუმცა იმის გამო, რომ მიყენებული ზარალის მასშტაბების განსაზღვრა სამინისტროს კომპეტენცია არ არის, მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ საკითხი სამართლებრივად უნდა მოაგვარონ. 100 ჰექტარი 100 ჰექტარს ჩვენ ვერ შევამოწმებდით. რამდენიმესთან იყვნენ, ზოგან არის ის დაზიანება, ზოგან არ არის, მაგრამ ეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს ცდება. ჩვენ რა შეგვიძლია, მე დავიბადე და შევხვდი სადაზღვევო კომპანიასთან და თხოვნა იყო, რომ მაქსიმალურად იყოს მიახლოებული რეალობასთან იმ სინამდვილესთან, რაც ფაქტიურად არის. αλλά იმასთან დაკავშირებით, რომ აღემატება თუ არა იმას პროცენტს ჩვენ ვერ დავადგენთ, ეს ექსპერტებმა უნდა დაადგინოს, ორივე მხარეს აქვს თავისი არგუმენტები. მე თუ ისეთზე ჭრილში შევიდა, რომ გაცდება იმას და ორივე მხარეს ექნება პრეტენზიები, რამე შემდეგ უნდა სამართალდამცავებმა, ანუ კანონიერების ფარგლებში უნდა მოხდეს ამის დარეგულირება. თუ საჯარო გამოსვლას შედეგი არ მოყვება, არდისგან განაწყენებული ბენეფიციარები 6 იანვარს მასშტაბურ აქციას უკვე აჭარის მთავრობის სახლთან აანონსებენ.